შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლები პენსიის გადრდასთან ჩაქვში რეაბილიტაციის ცენტრში მისასვლელად ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. გარდა ამისა, დღეს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აუცილებელია მშობლებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრების გახსნა. თამარ ჯავანაძის განმარტებით, მშობლებს შვილებთან ურთიერთობისთვის ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ. მომავალი წლიდან მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ ეგრეთ წოდებულ ოცნების უფრო უკეთესი პაკეტის შემუშავება საპენსიო პაკეტს. ბავშვის პენსიას ვითხოვთ გაზრდას, რომელიც არ ყოფნის ამ შეშმო პირს, ვართ გაუსაზღვის მდგომარეობაში და ვითხოვთ ფართს, რომ შეშმო პირის მშობლები ყველა სახელით, ვინც ოცნებაში ცხოვრობს და გაუსაზღვის მდგომარეობაშია, დაგვაკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით. ფსიქოლოგიური ცენტრები რომ ჩამოყალიბდეს აუცილებელია, რამე თუ მშობლებს სჭირდებათ დახმარება, მათ უნდათ გავიარონ კონსულტაციები ფსიქოლოგებთან, იმიტომ რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით რთული პრობლემა დგას რაიონებში და ამ მხრივ ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ რაიონებში ფსიქოლოგიური ცენტრები მაინც გაიხსნას.